გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. სანამ რამდენიმე თვე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად იბრძვის ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფლების დასაცავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდუმს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გამონახა დრო ილიაუნიში რამდენიმე საათით გამოკიდებული ნამუშევრისთვის საკვირაო ქადაგება მიეძღვნა. პატრიარქმა თქვა, რომ მიდგომილი, ანუ ფეხმძიმე ღვთისმშობლის გამოსახულება საფეთქელზე მიბჯენილი იარაღით არის ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ყველას კარგად გვახსოვს მეფის რუსეთის მიერ შეთეთრებული სვეტიცხოვლის ფრესკები, ნაძარცვის საეკლესიო ქონება, გადასახლებული და მოკლული ილია მეორის წინამორბედები, ტოტალიტარულ რეჟიმთან კოლაბორაციონისტი სასულიერო ლიდერები, მომეტლახებული სვეტიცხოველით შევნიშნეთ და საპატრიარქოს მიერ ხელოვნურად გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო ჩამონგრეული ოშკის ხმაც გავიგონეთ. ისიც ვნახეთ, როგორ კარგავს ქართველი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობა სახეს, როცა საპატრიარქო მის აღდგენას მოითხოვს, ხოლო ლეგიტიმაციის მსურველი ხელისუფალი უჯერებს. ქართველი ხალხისა და კაცობრიობის მტრების სტალინისა და პუტინის ქებაც რომ იქით იყოს და რომან ფიფიას ფრესკაც მარტორქის თავთან ერთად, გვერდს მაინც ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქრისტიანთა ღმერთის ერთადერთ ნამდვილ ხატსა და მსგავს ცოცხალ ტაძარს ადამიანს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები წლებია შეურაცხყოფას აყენებენ. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ვერც ერთი ტილო და ქანდაკება ღვთისახეს ისე სრულყოფილად ვერ გადმოსცემთ, როგორც თუნდაც ყველაზე ცოდვილი ადამიანი. ღვთის შეურაცხყოფა მისი არაკანონიკური გამოსახვით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია თუ ტაბურეტით ადამიანებზე საძალადოდ ჯგუფურად დარბიხართ. ვიცნობთ რა ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არაერთ მკრეხელობას ღვთის ხატთა, ანუ ადამიანთა წინააღმდეგ, ადვილი მისახვედრია, რომ არტისტ ლია უკლებას სიცოცხლე პატრიარქის ამ ქადაგების შემდეგ საფრთხეშია. ამასთან საპატრიარქომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის ინიციატივა ამჯერადაც წამოწია წინ და მიამიტობა იქნება გვეგონოს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება მას შეუსრულებელი დაპირებების საკომპენსაციოდ არ გამოიყენებს. სწორედ გამოხატვის თავისუფლების შესახებ ვისაუბრებთ დღეს თეორემაში. პირველ ნაწილს საპატრიარქოს დაუთმობთ, რომელიც ღვთისმშობლის შეურაცხყოფას იგერიებს მხატვარზე მრევლის დაგეშვით. ხოლო მეორე ნაწილს ბიძინა ივანიშვილისა და რუსთავი ორის საგას. მოგეხსენებათ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორის ეზოში ეძებდა რკინის კონსტრუქციებს და ბარიკადებს, მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ აღმართა უხილავი ბარიკადი და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მუხლი შეაჩერა. ანუ ახლა მოსამართლე ურთმელიძემ ნაჯახი რომ დაარტყას და დავა ქიბარ-ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, ის მაინც ვერ აღსრულდება, სანამ ყველა ინსტანციას არ მოივლის. შესაბამისად, შეგიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი და ყველაზე პოპულარული ტრიბუნა რამდენიმე თვით დაცულია. ბრძოლის ეს რაუნდი ივანიშვილმა პირწმინდად წააგო, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. და კიდევ ერთი, გახსოვთ ხელისუფლება ნუნუ თამაზაშვილის ნათესავებმა დატოვეს. ცოტა ხნის წინ ჯანყარაშვილი, შხავლიაშვილი, ხოკრიშვილი, ღარიბაშვილის კლანის წევრებს გულისხმობ. დღეს ისინი კორუფციულ სკანდალში გაეხმნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 3 მილიონი ლარი ბრალდებული ფხოველიშვილის მტკიცებით სწორედ ნუნუ თამაზაშვილის ნათესავის და ღარიბაშვილის ყოფილი მარჯვენა ხელის ბატონი ჯანყარაშვილის ნებართვით მიუთვისებიათ. ნაციონალური მოძრაობა ამ კორუფციული სქემის შესახებ დიდი ხნის წინ საუბრობდა. გადაცემის დასაწყისში ღარიბაშვილის კლანთან დაკავშირებულ კორუფციაზე ვისაუბრებთ ნაციონალური მოძრაობის წევრთან ლევან თარხნიშვილთან. წამოგიდგენთ თეორემას პირველი ნაწილის სტუმრებსაც და მე მოუბრუნდები ლევანს. ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი, თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი, ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი და მოგვიანებით სკაიპით ჩაგვერთვება ბერლინიდან ზალ ანდრონიკაშვილი. ახლა კი ლევანთან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, დაგიბრუნდებით ძალიან მალე, ჯერ ლევან თარხნიშვილთან გავივლი რამდენიმე საკითხს. ბატონო ლევან. მოგესალმებით. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილი, კომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელ არჩილ ცაბუტაშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს კორუფციაში. ის ამბობს, რომ ის 3 მილიონი ლარი, რომლის გაფლანგვასაც მას ედავებიან, სწორედ ჯანყარაშვილის მწვანე შუქით გაიფლანგა და აქედან დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ცაბუტაშვილმა გახარჯა. თქვენ ამის შესახებ კარგ ხნის წინ საუბრობდით, ძალიან კარგად მახსოვს, ეს სქემაც კარგად მახსოვს. თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ, რა ხდებოდა და რას ლაპარაკობს ახლა ეს ქალბატონი, რო ჩასვათ კონტექსტში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეს ქალბატონი ლაპარაკობს იმას, რაც რეალობაში იყო
და მე ვიტყოდი რომ ეს სქემა ცოტა უფრო მაღლა ადის არ ჩერდება არც ცაბუკაშვილზე და არც ჯანყარაშვილზე ადის ღარიბაშვილის დონემდე და ჩვენ უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ 2014 წელს შეიქმნა ასეთი სახელმწიფო საბჭო რომელიც ეხებოდა წყლის მომარაგებას რომლის თავმჯდომარე იყო ღარიბაშვილი როგორც ყველაფრის პრემიერ-მინისტრი მოადგილე იყო მაშინდელი ასე ვთქვათ მინისტრი ინფრასტრუქტურის შავლიაშვილი არა ხოკრეშვილი არა არც ერთი არც მეორე დღევანდელი თბილისის მერი ნარმანია და შემდეგ ჩამოდიოდა ქვედა დონეზე და მათ შორის იყო ცაბუკაშვილი როგორც წყალკანალის ერთ-ერთი წყალკანალის დირექტორი და შემდეგ ამ წყლის საბჭოში შედიოდა ყველაფერი მათ შორის წყალკანალი, მელიორაციის სისტემა და შედიოდა ასევე წყლის განმანაწილებელი სისტემა. და ამ ყველა სამივე მიმართულებით დაკარგულია დაახლოებით რამოდენიმე 10 მილიონით ლარი და ეს არ არის მხოლოდ წყალკანალის მიმართულებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამედ არის წყლის განმანაწილებელი სისტემა სოფლებში და რეგიონებში და არის ასევე მელიორაციის სისტემა. კი ბატონო და რა გვარის ადამიანებს უკავშირდება ეს ყოფილი, იმიტომ რომ ქალბატონი ფხოველიშვილი ახსენებს შავლიაშვილს და ხოკრიშვილს. ასევე ახსენებს ჯანყარაშვილს, თუმცა არ საუბრობს ქალაქის არსებულ მერზე ნარმანიაზე, რომელიც ის არ საუბრობს ამაზე და თქვენ სქემაში რამდენად ფიგურირებდნენ ეს პირები? ეს პირები შემდგომში ჩაერთვნენ ამ სქემაში, იმიტომ რომ ხოკრეაშვილიც და შავლიაშვილიც შემდეგ გახდნენ მინისტრები, რაც შეეხება ხოკრეაშვილს, ის იყო ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრი, შემდეგ გახდა გარემოს დაცვის მინისტრი. ანუ აი ამ სამი მიმართულებიდან რო ავიღოთ, მელიორაცია შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, წყლის განმანაწილებელი სისტემა შედიოდა რეგიონალურ სამინისტროში, ხოლო გარემოს დაცვაში შედიოდა დანარჩენი ყველაფერი. კი ბატონო და დღესდღეობით რა მდგომარეობა არის? დაღარიბიზაციის პროცესი, თქვათ რაღაცა რამდენიმე ეტაპად ხელისუფლებაში განხორციელდა, ღარიბაშვილს ფაქტობრივად მოუხსნეს თავისი კლანის წარმომადგენლები და საუბარი იმაზეც იყო, რომ თვითონ ღარიბაშვილსაც მიაყოლებდა ივანიშვილი ამ თავისი ცოლის ნათესავებს. დღეს რა საყრდენი აქვს ღარიბაშვილს აი ამ ზუსტად ამ ტიპის საყრდენი? შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ რაღაც კორუფციული სქემა მოქმედებს, ღარიბაშვილი რაღაც კორუფციაშია ჩართული და გაწმინდა მისი კლანისგან და შესაბამისად კორუფციისგან სახელმწიფო სტრუქტურები. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არავინ არ დაშილა, ანუ ყველა მაქსიმუმ მოიხსნა თანამდებობიდან, მაგრამ არც ერთი მათგანზე არ არის აღძრული სამართლის საქმეები. მეორე მხრივ გამოძიებაც არ არის დაწყებული და რაც შეეხება თქვათ რომ გავანაწილოთ ესა, სოფლის მეურნეობის მინისტრის ისე ბატონი ღარიბაშვილისა სხვების გამოიცვალეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თლიანად სისტემა არის იგივე, იმიტომ რომ სისტემის თავი არის ივანიშვილი, რეალურად არაფორმალური მმართველობის წარმომადგენლობით, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ამ კლანის წარმომადგენლობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ერთი მათგანი არ დასჯილა კანონის. როგორ ფიქრობთ, ბოლო კითხვა, აი ამ ჩვენების შემდეგ, რაც ქალბატონმა ფხოველიშვილმა სასამართლოს მისცა, ელით თუ არა, რომ მაგალითად ცაბუტაშვილი მოხვდეს, თქვათ, ბრალდებული სკამზე, ან უფრო მაღალი რანგის პირები, მაგალითად ქალბატონ ნუნუ თამაზაშვილის ნათესავი, ბატონ ჯანყარაშვილი.
ნამდვილად არ მოველი ამას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს დაახლოებით იგივე ჩვენებები გააკეთა ჯოტია ბოდოკიამ, მაგრამ არავინ არ დაჟილა და მანაც დაასახელა მაღალჩინოსანი? კი, მანაც დაასახელა დაახლოებით იგივე კლანის წარმომადგენლები, მაგრამ არავინ არ დაჟილა. ამიტომ ალბათ ისევ მეისრეებზე გაჩერდებიან დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები და თავის ენებს ნამდვილად არ დაჟიან. კი ბატონო, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურად მიადევნებს თვალყურს ამ ყველაფერს, არ გაუშვებს ნამდვილად ამ შანს ხელიდან, რომ ეს თემა არ შეახსენოს ხელისუფლებამ და ბოლოს არ შემიძლია არ გკითხოთ გავრცელებულ ჩანაწერებზე, ბარიკადებზე, იმაზე რაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლომ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ერთ კითხვას მაინც დაგისვამთ, იმიტომ რომ უშუალოდ თქვენ გეხებათ. თუ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ რუსთავი ორის გარშემო მიმდინარე მოვლენები დღეის მდგომარეობით. პირველ რიგში ყველას მინდა მიულოცო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად გადაწყვეტილება, რომელმაც განმუხტა სიტუაცია, რაც დღეს არსებობდა საქართველოში. მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია თქვათ მარტივი რაღაცა იმ ჩანაწერებში, რაც არის ის არის რაც ჩვენ განცხადებული ქონდა ღია ეთერშიც, რომ ჩვენ დავიცავთ რუსთავი 2-ს და რომ ხელისუფლება მზად არის ყველაფერზე. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ვაპირებთ და არც ვაპირებდით და არც დავაპირებთ რაიმე ძალადობრივ ქმედებას გარდა თავდაცვითი რეჟიმისა. გასაგებია. კი ბატონო, დიდი მადლობა.